Deputati Iasha Shervashidze სოფელ კოკოტაურის მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფს, თუმცა დამატებით განმარტებებს არ აკეთებს. სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას ეთხოვს. მათი თქმით, დაზარალებული სოფლები არათანაბარ პირობებში არიან და მაჟორიტარი დეპუტატის ჩარევით მეზობელ დასახლებაში მცხოვრებმა ოჯახებმა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარება უკვე მიიღეს. Patroni gavda da chonu patrono var takala amიტომ ქედის რაიონის სოფელ კოკოტაურის მაცხოვრებლების სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების არათანაბარ პირობებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, იგივე ზარალის გამო მეზობელ სოფელში კომპენსაცია ყველა ოჯახმა მიიღო. კოკოტაურის მაცხოვრებლები კი სახელმწიფო დახმარების გარეშე დატოვეს. ადგილობრივები მიზეზად მაჟორიტარი დეპუტატის ჩარევას ასახელებენ. ცხოვრობს ერთ-ერთი ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი და ალბათ მაგის ხათრით გაიცა იმ სოფელში და დანარჩენი ხალხი დავჩით ასე უყურადღებოდ. სოფელ 1 მაისში აცხადებენ, რომ კომპენსაცია მართლაც მიიღეს, თუმცა დარიგების განსხვავებული პირობების მიზეზებზე არაფერი იციან. სოფლის მაცხოვრებელთა ნაწილი დეპუტატის ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს, ნაწილი კი ადასტურებს. არჩიგვირებია მეზობელი კაცია, შინაურია, პარლამენტარი კაცია, არჩიგვირებია. ის იაწეხა, სოფელმა შეაწეხა. ალბათ იქნებოდა იაშა ჩარეული ამ საქმეში. თავად დეპუტატი მეზობელი სოფლის ბრალდებას უარყოფს. იაშა შერვაშიძემ დეტალურად ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. ბატონო იაშა შერვაშიძე პირველმაისში დაიბადა, რა ვქნა ვერ გადავსახსები, მაგრამ ეგ არასწორი ინფორმაციაა და თუ მაგას შესახებ დიდად რაიმე, მაშინ ქედაში უნდა მოვგანდეს. იაშა შერვაშიძე რუსთავიორის გადამღებ ჯგუფს ქედაში არ უნახავს. კომპენსაციის გაცემის შესახებ განმარტება გამგებელმა გააკეთა. დავით დუმბაძის განცხადებით, შერჩევა სეზონის და სეზონური სტიქიის გათვალისწინებით მოხდა. თოვლი, ყინვა არის ზამთრის მოვლენები და სეტყვა არის ზაფხულის მოვლენა. მოყინვა, რომელიც ადრინდელი ზაფხულის 31 მარტის მოყინვები იყო, კომისიურად არც შესწავლილა და არც ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული. სოფელ კოკოტაურში თითოეული ოჯახი 500 კილოდან 300 ტონამდე ყურძენს იღებდა. ვენახების გარდა განადგურდა ბოსტნეული და ხეხილიც. სოფელი მოსავლის გარეშე დარჩა. რომელი სეზონის სტიქია მოუტანა ადგილობრივებს ეს ზარალი კოკოტაურის მაცხოვრებლებისთვის ნაკლებად საინტერესოა.